მილიონობით ჯარისკაცი იბრძვის პირველ მსოფლიო ომში, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მტერი, რომელიც ჩუმად ვრცელდება. ის არ იყენებს იარაღს ან ბომბებს. ამის ნაცვლად ეს იყო გრიპის ახალი ტიპი, რომელიც სწრაფად ვრცელდებოდა და საბოლოოდ მილიონობით ადამიანს მოკლა მთელ მსოფლიოში. ის ცნობილი გახდა როგორც ესპანური გრიპი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება ესპანეთში დაიწყო. ომის დროს ბევრ ქვეყანაში ინფორმაცია მკაცრად კონტროლდებოდა. მათ არ სურდათ, რომ მტერს გაეგო რამდენი ჯარისკაცი და მოქალაქე ავადდებოდა. ესპანეთი ნეიტრალური იყო ომში, ამიტომ იქ გაზეთებს უფრო თავისუფლად შეეძლოთ ეპიდემიის შესახებ ეწერათ. რადგან პირველი ღია ცნობები ესპანეთიდან მოდიოდა, ბევრმა იფიქრა, რომ დაავადება სწორედ იქ დაიწყო. დღემდე ზუსტად არ არის ცნობილი, სად გამოჩნდა პირველად ვირუსი. CDC-ის მიხედვით არ არსებობს ერთი კონკრეტული ადგილი, რომელიც მისი წარმოშობის წყაროდ მიიჩნევა. ერთ-ერთი პირველი დიდი ეპიდაფეთქება დაფიქსირდა 1918 წლის მარტში. კემპ ფანსტონში, კანზასში, შეერთებულ შტატებში. ეს იყო სამხედრო ბანაკი, სადაც მრავალი ამერიკელი ჯარისკაცი ვარჯიშობდა ევროპაში გაგზავნამდე. თავდაპირველად 100-ზე მეტი ჯარისკაცი დაავადდა. მხოლოდ ერთ კვირაში შემთხვევების რაოდენობა თითქმის 5 ჯერ გაიზარდა. თუმცა შესაძლებელია, რომ სხვა ადგილებშიც უფრო ადრე იყო შემთხვევები. არსებობდა ცნობები უჩვეულო სასუნთქი გზების დაავადების შესახებ. საფრანგეთსა და ინგლისში მდებარე სამხედრო ბანაკებში 1918 წლამდე არსებობს თეორიაც, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სასუნთქი გზების დაავადებასთან, რომელიც ჩრდილოეთ ჩინეთში დაფიქსირდა. მაგრამ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს იმ ოფსიმის დასამტკიცებლად, რომ რომელიმე ამ ადგილთაგანი იყო ნამდვილი წყარო. რაც ნამდვილად გავრცელა დაავადება, ეს იყო ომი. სწორედ იმიტომ, რომ ჯარისკაცები ძალიან მჭიდროდ იყვნენ განთავსებულები ბარაკებში, გემებზე, მატარებლებში, საავადმყოფოებსა და სანგრებში. როცა ერთი ინფიცირდებოდა, ვირუსი სწრაფად გადადიოდა მის გვერდით ყოფებზე. ასევე ყოველდღიურად ათასობით ჯარისკაცი და მუშა გადაადგილდებოდა ერთი ქვეყნიდან მეორეში. ამიტომ ვირუსიც მათთან ერთად მოგზაურობდა. საინფექციო დაავადება სამხედრო ბანაკებიდან ქალაქებსა და თემებში გავრცელდა. 1918 წლის შუა პერიოდში უკვე დაფიქსირდა შემთხვევები ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიის ზოგიერთ ნაწილში. ამის გამო ბევრ ოფის თანამშრომლები აღარ ყოფნიდა, ბევრი ოჯახი ერთდროულად დაავადდა. ასევე ბრძოლის ველზე მყოფი ჯარისკაცების დასუსტდნენ გრიპის გამო. შეერთებული შტატების სამხედრო ძალებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, პანდემიის პიკზე არმიისა და საზღვაო ძალების დიდი ნაწილი დაავადდა. ჯარისკაცების სიმჭიდროვე და მათი სწრაფი გადაადგილება დაეხმარა ვირუსის გავრცელებას სხვადასხვა ბანაკებსა და ქვეყნებში. ამას უწოდებენ პირველ ტალღას. მრავალ ადამიანს აუწია ტემპერატურა, დასუსტდა და სხეული ასტკივდა. თუმცა უმეტესობა რამდენიმე დღეში გამოჯამრთელდა და ბევრად ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე შემბეგ ტალღაში. ამიტომაც ბევრს ეგონა, რომ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი გრიპი იყო. მათ ჯერ არ იცოდნენ, რომ დაავადება რამდენიმე თვეში დაბრუნდებოდა. და როცა ის დაბრუნდა, უფრო სწრაფად კლავდა და უფრო რთული იყო მისი შეჩერება. 1918 წლის აგვისტოში გრიპი დაბრუნდა. მაგრამ მეორე ტალღა უფრო საშიში იყო. ის თითქმის ერთდროულად იგრძნეს ბოსტონის პორტთან, ბრესტის პორტთან და ფრიტაუნის პორტთან ახლოს. იმის გამო, რომ ამ ადგილებში ბევრი გემი, ჯარისკაცი და მგზავრი გადიოდა, დაავადება სწრაფად გავრცელდა სხვადასხვა ქვეყანაში. ვირუსი უფრო სწრაფად გავრცელდა, რადგან პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცების მოგზაურობა კვლავ გრძელდებოდა. 1918 წლის 11 ნოემბერს ომი დასრულდა, მაგრამ პანდემია არ დასრულებულა. მილიონობით ჯარისკაცი და ომის თვე დაბრუნდა საკუთარ ქვეყანაში. ზოგიერთ მათგანს ვირუსი მოქონდა, მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები ჯერ არ ჰქონდათ. ამის გამო დაავადება კიდევ უფრო სწრაფად გავრცელდა ქალაქებში, სოფლებში და შორეულ თემებში. მხოლოდ მოხუცები და სუსტი ადამიანები არ იღუპებოდნენ. ბევრი ჯანმრთელი ახალგაზრდა, მათ შორის ჯარისკაცებიც, მძიმედ დაავადდა პნევმონიით. ზოგ შემთხვევაში მათ ფილტვებში სითხე გროვდებოდა და სუნთქვა უჭირდათ. მაშინ გრიპის ვაქცინა არ არსებობდა. არც თანამედროვე ანტიბიოტიკები იყო, რომლითაც ბაქტერიული პნევმონიის მკურნალობა შეიძლებოდა. ამიტომ საავადმყოფოები სწრაფად ივსებოდა. ექიმები, მედდები, საწოლები, წამლები და თუნდაც გარდაცვლილთა დამმარხავები არ ყოფნიდათ. იყო ადგილები, სადაც ყოველდღე იმართებოდა დაკრძალვები. ზოგ ოჯახში ყველა ერთად ავადდებოდა. ამიტომ სახლში აღარავინ რჩებოდა ჯანმრთელი, ვინც მათზე ზრუნას შეძლებდა. ბევრი სკოლა, ეკლესია, კინოთეატრი და სხვა თავშეყრის ადგილი დახურეს. ზოგ ქალაქში დიდი შეკრებები აკრძალეს. ადამიანებს ასევე ურჩიეს თავი შეეკავებინათ ხალხმრავალი ადგილებისგან, დაეფარათ პირი ხველებისას და დარჩენილიყვნენ სახლში თუ ავად იყვნენ. სან-ფრანცისკოში საზოგადოებაში ეგრეთ წოდებული მოჩვენების ნიღბის ტარება სავალდებულო გახადეს. მაგრამ მხოლოდ ნიღაბი საკმარისი არ იყო. ბევრი არასწორად იყენებდა მას. და იმ დროის თხელი ნიღბები მხოლოდ შეზღუდულ დათვას უზრუნველყოფდა. თუმცა კვლევების მიხედვით უფრო ეფექტური აღმოჩნდა ის ადგილები, სადაც დროულად შემოიღეს ერთობლივი ზომები,
როგორიცაა საზოგადოებრივი ადგილების დახურვა, მასშტაბური შეკრებების აკრძალვა, ავადმყოფების იზოლაცია და სოციალური კონტაქტების შემცირება. ამის შედეგად ინფექციის გავრცელება ოდნავ შემცირდა. მიუხედავად ამისა, ინფორმაციის მხრივაც დიდი პრობლემა იყო. რადგან ომი ახლახან დასრულდა, ბევრი მთავრობა მიჩვეული იყო ინფორმაციის კონტროლს. ზოგიერთ ადგილას საზოგადოებას არ უთხრეს მაშინვე რამდენად მძიმე იყო დაავადება. ამიტომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც აგრძელებდნენ სამსახურში სიარულს, გადაჭედილ ტრანსპორტში მგზავრობას და დიდ შეკრებებში მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ გრიპი სწრაფად ვრცელდებოდა. 1918 წლის შემოდგომაზე პანდემიის ყველაზე საშიში ეტაპი დადგა. შეერთებულ შტატებში სწორედ ამ დროს დაფიქსირდა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მსოფლიო მასშტაბით პანდემიის განმავლობაში მოსახლეობის თითქმის 1/3 დაინფიცირდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი მაინც ბოლომდე არ გამქრალა. მეორე ტალღა შესუსტა ზამთრის დადგომასთან ერთად, მაგრამ გრიპი 1919 წელს კვლავ დაბრუნდა. ის უკვე აღარ იყო ისეთი მძაფრი, როგორც მეორე ტალღა ბევრ ადგილას, მაგრამ მაინც ბევრი ადამიანი დაავადდა და გარდაიცვალა. მეორე ტალღა მაჩვენა თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გავცელდეს დაავადება, როდესაც ბევრი ადამიანი ერთდროულად მოგზაურობს, საზოგადოებები გადატვირთულია, ინფორმაცია არასაკმარისია და ჯერ კიდევ არ არსებობს საკმარისი მედიკამენტები ან დაცვა. და ყველაზე დიდი კითხვა აღარ არის მხოლოდ ის, თუ როგორ გავცელდა გრიპი. უფრო მნიშვნელოვანი კითხვა ისა, რატომ მოკლა მან უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ჩვეულებრივმა გრიპმა. იყო ადამიანები, რომლებიც პირველ ტალღაზე დაავადნენ, მაგრამ გადარჩნენ. როდესაც უფრო მომაკვდინებელი მეორე ტალღა დაბრუნდა, მათგან ბევრს აღარ დაემართა მძიმე ფორმა. ეს ნიშნავს, რომ მათი ორგანიზმი შესაძლოა უკვე დაცული იყო ვირუსის წინააღმდეგ. ეს შეინიშნებოდა რამდენიმე სამხედრო ბანაკში შეერთებულ შტატებში. მცირე რაოდენობის სამხედროები დაავადდნენ და გარდაიცვალნენ. იმათ შორის, ვინც უკვე იყო ინფიცირებული პირველ ტალღას. შედარებით იმებთან, ვინც მანამდე არ იყო დაავადებული. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ყველა უსაფრთხოდ არიან. არიან ადამიანები, რომლებიც ხელახლა დაინფიცირდნენ, მაგრამ ნაკლები ალბათობა, რომ მათ მძიმე პნევმონია განუვითარდეთ ან გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის შესახებ ბევრი ამბავი შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან მოდიოდა, ბევრად უფრო მძიმე ვითარება იყო მსოფლიოს სხვა ნაწილებში. ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული იყო ინდოეთი. 1918 წლის სექტემბერში ბომბეიში, რომელიც ახლა მუმბაი ქვია, უფრო საშიში ტალღა გავრცელდა. იქიდან ის სწრაფად გავრცელდა მატარებლებით ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. მოსახლეობა ძალიან მჭიდროდ იყო დასახლებული, ბევრი ადამიანი სუსტი იყო შიმშილისა და სიღარიბის გამო და ექიმები და საავადმყოფოები არ ყოფნიდათ. ინდოეთში დაღუპულთა რაოდენობა დაახლოებით 10 მილიონს აგემატებოდა. ზოგიერთი კვლევის მიხედვით დაღუპულთა რიცხვი 16-დან 17 მილიონამდე იყო. ამიტომ ინდოეთი ითვლება იმ ქვეყნად, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინდოეთიდან ვირუსი ასევე გავრცელდა გემებზეც. აქედან ვირუსი გადაედო ჯარისკაცებსა და მუშებს, რომლებიც თავიანთ სოფლებში ბრუნდებოდნენ. მათ მოგზაურობისას დაავადება პორტებიდან აფრიკის შიგნით გავრცელდა. ბევრ ადგილას ჯანდაცვის სისტემა სუსტია. აკლია წამალი, საკვები, ექიმები და არც გარდაცვლილთა დათვლის ეფექტური სისტემა არსებობს. ამიტომ შესაძლებელია, რომ რეალური მსხვერპლთა რაოდენობა აღრიცხულზე ბევრად მეტი იყოს. სხვადასხვა ჩვეულებრივი გრიპისგან განსხვავებით, ამ პანდემიაში ბევრი გარდაცვლილი იყო სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდა ზრდასრულები. ჩვეულებრივ გრიპის მიმართ ყველაზე მეტად რისკის ქვეშ არიან პატარა ბავშვები და ხანდაზმულები. მაგრამ 1918 წელს სიკვდილიანობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი იყო 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში. გრიპით გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი ახალგაზრდა მოზრდილები იყვნენ. ჯერ კიდევ სულად არ არის ცნობილი რატომ. ერთი შესაძლოა მიზეზი ის არის, რომ მათი იმუნური სისტემა ძალიან ძლიერად რეაგირებდა. ვირუსის განადგურების გარდა, სხეულის გადაჭარბებულმა რეაქციამ შესაძლოა მათი ფილტვებიც დააზიანა. ბევრ ადამიანს გრიპის შემდეგ ბაქტერიული პნევმონია განუვითარდა. იმ დროს ანტიბიოტიკები არ არსებობდა. ამიტომ ესეთი ინფექციის კურნალობა ძალიან რთული იყო. ამას დიდი გავლენა ჰქონდა ოჯახებსა და საზოგადოებაზე. ბევრი მშობელი, მუშა, ჯარისკაცი და ის ადამიანები დაიღუპნენ, რომელთაც ოჯახებისთვის ზრუნვა და საკვების უზრუნველყოფა ევალებოდათ. ფერმებმა, ბიზნესებმა, რკინიგზამ და სამთავრობო ოფისებმა მუშახელი დაკარგეს. იყვნენ ბავშვები, რომლებიც ობლები დარჩნენ და ოჯახები, რომლებმაც ერთდროულად რამდენიმე წევრი დაკარგეს. ეს მხოლოდ ჯანმრთელობის კრიზისი არ იყო. ეს ასევე დიდი პრობლემა იყო სამუშაოს, საკვების, ტრანსპორტისა და საარსებო წყაროს მხრივ. როდესაც გრიპი აგრძელებს გავრცელებას აზიასა და აფრიკაში, ფანდათან ხედავთ მის უჩვეულო თვისებებს. ის მხოლოდ სუსტებს არ ირჩევს. თუნდაც ბავშვი ძლიერ და ჯანმრთელი იყოს, ის მაინც შეიძლება რამდენიმე დღეში გარდაიცვალოს. 1990 წლის დასაწყისში გრიპის ყველაზე მძიმე გავრცელება შემცირდა. მაგრამ პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მესამე ტალღა მოვიდა და ამერიკის, ევროპის და ავსტრალიის ზოგიერთ ნაწილში შემთხვევები კვლავ გაიზარდა. ეს ტალღა არც ისეთი სწრაფი და არც ისეთი მძაფრი იყო, როგორც მეორე ტალღა,
მაგრამ მაინც ბევრი ადამიანი დაავადდა და გარდაიცვალა. ასევე იყო რამდენიმე ადგილი, სადაც 1920 წელს შემთხვევების კიდევ ერთი ზრდა დაფიქსირდა. ზოგი ისტორიკოსი ამას მეოთხე ტალღას უწოდებს, მაგრამ ბრემდე დაობს, იყო თუ არა ეს იმავე პანდემიის ნაწილი, თუ უკვე სეზონური გრიპის ახალი გავრცელება. ამ პერიოდში გარდაცვლილ ბავშვებს შორის იყო როზალია ლომბარდო, იტალიის ქალაქ პალერმოდან. ის მხოლოდ 2 წლის იყო, როცა 1920 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. მისი მამის დიდი მწუხარების გამო მან დადაწყვეტა, რომ ბავშვის სხეული შეენახათ. დღემდე როზალიას ნახვა პალერმოს კაპუჩინების კატაკომბებში შეიძლება. იმის გამო, რომ თითქოს უბრალოდ ძინავს, როზალია ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ლამას შემონახულ სხეულადაა ცნობილი. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელზეც პასუხი გაეცეს. რა ვირუსმა მოკლა ამდენი ადამიანი? მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამის მიზეზი იყო ინფლუენცა A ვირუსი, რომელსაც H1N1 ეწოდება. H და N არის ვირუსის ზედაპირზე არსებული 2 კომპონენტი. ეს კომპონენტები ვირუსს ეხმარება სხეულის უჯრედებში შეღწევასა და გავრცელებაში. შემდგომი კვლევების მიხედვით, მას ძლიერი მსგავსება აქვს ფრინველებიდან მომდინარე გრიპის ვირუსებთან. შესაძლოა ის წარმოიშვა ფრინველის ვირუსიდან, რომელიც შეიცვალა და საბოლოოდ ადამიანზე გავრცელდა. მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია ზუსტად რომელი ცხოველიდან წარმოიშვა ეს ვირუსი, ან სად მოხდა მისი პირველი გადაცემა ადამიანზე. ადრე ასეულდა თეორია, რომ ის შეიძლება ღორისგან გავრცელდა. მაგრამ როდესაც მეცნიერებმა ვირუსის გენეტიკური კოდი თავიდან ააწვეს, აღმოაჩინეს, რომ მისი გენები უფრო ახლოს იყო ფრინველის გრიპის გენებთან. 2005 წელს უკვლევრებმა წარმატებით აღადგინეს ვირუსი გენეტიკური მასალის გამოყენებით, რომელიც წარსული მსხვერპლებისგან იყო მიღებული. ეს გაკეთდა მკაცრ დაცულ და უსაფრთხო ლაბორატორიაში, რათა გაეგოთ, რატომ იყო ის ასეთი მომაკვდინებელი. მათ აღმოაჩინეს, რომ ვირუსს შეუძლია სწრაფად გამრავლება სასუნთქ სისტემაში. ის მხოლოდ ცხვირსა და ყელში არ რჩება. მას შეუძლია ჩავიდეს ფილტვებში და დააზიანოს ის უჯრედები, რომლებიც საჭიროა ნორმალურად სუნთქვისთვის. მაგრამ მხოლოდ ვირუსი არ კლავდა ბევრ მსხვერპლს. ბევრ შემთხვევაში გრიპი პირველად აზიანებს ფილტვებს. როცა ფილტვები დასუსტებულია, ბაქტერიებს ადვილად შეუძლიათ შეღწევა. ეს კი იწვევს ბაქტერიულ პნევმონიას. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რატომაც ესე ბევრი ადამიანი დაიღუპა. 1918 წელს ჯერ კიდევ არ არსებობდა თანამედროვე ანტიბიოტიკები. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა იცოდნენ ფილტვებში ინფექცია იყო, მათ ეფექტური წამალი არ ჰქონდათ. ზოგი პაციენტი მოულოდნელად ცხელდებოდა, ახველებდა და სუნთქვა უჭირდა. მძიმე შემთხვევებში მათი სახე ლურჯდება ან მუქდება, რადგან ორგანიზმში ჟანგბადი არ ყოფნით. ზოგი ასევე გარდაიცვალა იმ მიზეზით, რომ მათი იმუნური სისტემა ძალიან ძლიერ რეაგირებდა. იმუნური სისტემა ორგანიზმის დაცვაა დაავადებების წინააღმდეგ. მაგრამ ზოგიერთ მსხვერპლში მისი რეაქცია ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. ვირუსის გარდა მან პაციენტის საკუთარი ფინტვებიც დააზიანა. ეს ერთ-ერთი შესაძლო მიზეზია, რატომაც ბევრი ჯანმრთელი ახალგაზრდა და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ახალგაზრდას დასრულებს უფრო ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ. მაგრამ როდესაც მისი რეაქცია გადაჭარბებულია, ეს შეიძლება ფილტვებში დაზიანებას გაამწვავოს. ჩინეთში ზოგიერთი ადგილობრივი მთავრობა ტრადიციულ საშუალებებს იღებდა. ზოგიერთ სახლში კირის წყალს ასხურებდნენ და მცენარეებს წვავდნენ. ნამდვილად სჯეროდათ, რომ ეს ჰაერს ასუფთავებდა. ზოგიერთ ადამიანს ურჩიეს, რომ მიეღოთ მუნგის ლობიოს სუპი და კლდის შაქარი. თუმცა მტკიცებულება არ არსებობს, რომ ამ მეთოდებმა გრიპი თავიდან აიცილეს ან უმკურნალეს. არსებობს თეორიაც, რომ ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო, რადგან შესაძლოა იქ მცხოვრები ადამიანები მანამდე უკვე ჰქონდათ შეხება მსგავს ვირუსთან. შესაძლოა მათ მცირე იმუნიტეტი გაუვითარდათ. თუმცა ეს სრულად დამტკიცებული არ არის. ამიტომ შეუძლებელია ითქვას, რომ ეს ნამდვილად იყო მიზეზი. ბოლოს საბოლოოდ გაირკვა, რატო იყო 1918 წლის გრიპი ესეთი განსაკუთრებული. ის სწრაფად ვრცელდებოდა და შეეძლო ფილტვების დაზიანება. ამით ის გზას უხსნიდა ბაქტერიულ პნევმონიას. და ზოგიერთ ადამიანში თავად ორგანიზმის დაცვა კიდევ უფრო ამძიმებდა დაავადებას. ამიტომ ეს უბრალოდ გრიპი არ იყო. ეს ვირუსი იყო, რომელსაც შეეძლო რამდენიმე დღეში დაემარცხებინა ძლიერ და ჯანმრთელ ადამიანსაც კი. მაგრამ როგორ კლავდა სინამდვილეში ესპანური გრიპი თავის მსხვერპლებს? ათასობით აუტოპსიის ჩანაწერის ანალიზის მიხედვით, უმეტესობა გარდაცვლილთა ინფლუენზის ვირუსმა მარტო არ მოკლა. პირველ რიგში ვირუსი ესხმის სასუნთქ გზებს და აზიანებს ფილტვების შიგნითა ნაწილს. როდესაც დაზიანება ძალიან მძიმეა, ბაქტერიები, რომლებიც ჩვეულებრივ ცხვირსა და ელში არიან, უფრო ადვილად აღწევენ ფილტვებში. ბაქტერიები, როგორიცაა Streptococcus pneumoniae და Staphylococcus aureus-ი, იწვევენ მძიმე ბაქტერიულ პნევმონიას. ფილტვები ივსება ჩირქითა და სითხით. ქსოვილი ზიანდება და პაციენტს კიდევ უფრო უჭირს სუნთქვა. კვლევები აჩვენებს, რომ მეორეული ბაქტერიული პნევმონია იყო პანდემიის დროს უმეტესად სიკვდილის მთავარი მიზეზი. ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო, რადგან მაშინ ანტიბიოტიკები არ არსებობდა. თუნდაც ექიმს დაენახა, რომ პაციენტს ბაქტერიული ინფექცია ჰქონდა,
მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ეფექტური წამალი ბაქტერიების მოსაკლავად. ასევე იყო მსხვერპლთა უფრო მცირე ჯგუფი, რომლებსაც სწრაფად განუვითარდათ მძიმე დაზიანება ფილტვებში თავად ვირუსის გამო. ასეთ მდგომარეობაში სითხე ჟონავს პატარა სისხლძარღვებიდან ფილტვებში. ნელ-ნელა ივსება ფილტვების ის ნაწილი, სადაც ჰაერი უნდა იყოს. ჟანგბადის ნაკლებობის გამო პაციენტის სახე ლურჯ ან ნაცისფერ ფერს იღებს. ისინი თითქოს იხჩობიან, მაგრამ სითხე მოდის უშუალოდ მათი სხეულის შიგნიდან. ეს არის მიზეზი, რატომაც ზოგიერთ პაციენტს მდგომარეობა მოულოდნელად უმძიმდება. შეიძლება დილით ფეხზე იდგნენ და საუბრობდნენ, მაგრამ საღამოს სუნთქვა უჭირთ. კიდევ ერთი უცნაური თვისება ესპანური გრიპისა იყო ახალგაზრდა დასრულების დიდი რაოდენობით გარდაცვალება. ჩვეულებრივ გრიპი უფრო საშიშია პატარა ბავშვებისა და მოხუცებისთვის, მაგრამ 1918 წელს სიკვდილიანობა მაღალი იყო 15-დან 34 წლამდე ასაკის ადამიანებში. ასეობს თეორია, რომ ზოგიერთი მოხუცი უფრო დაცული იყო, რადგან მათ უკვე ჰქონდათ გადატანილი უფრო ძველი გრიპის ვირუსი მე-19 საუკუნეში. შესაძლოა მათ დარჩათ გარკვეული იმუნიტეტი, რომელმაც ახალი ვირუსის წინააღმდეგ დახმარება გაუწია, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, რომ ისინი სრულად დაეცვა. ეს არის მიზეზი, რატომაც ჯამრთელი ახალგაზრდა ადამიანები დაიღუპნენ. კიდევ ერთი შესაძლო მიზეზია ეგრეთ წოდებული ციტოკინის შტორმი. ციტოკინები პატარა სიგნალებია, რომელსაც იმუნური სისტემა იყენებს სხეულის სხვა დამცველების მოსაწვევად. როდესაც ინფექცია, ისინი იწყებენ ანთებას ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგრამ ზოგიერთ პაციენტში რეაქცია გადამეტებულია. სხეული გამოყოფს ძალიან ბევრ იმუნურ სიგნალს. ამიტომ მდგომარეობა მძიმდება და ფილტვები უფრო მეტად ზიანდება. პაციენტის ძლიერი იმუნური პასუხის ნაცვლად, რომელიც უნდა იცავდეს მას, შეიძლება პირიქით საკუთარი სხეულის დაზიანებას შეუწყოს ხელი. შესაძლოა ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ბევრი ძლიერი და ჯანმრთელი ადამიანი მძიმედ დაავადდა. მაგრამ თანამედროვე კვლევების მიხედვით ეს მაინც სრულყოფილ ახსნად ვერ ჩაითვლება. სიკვდილის დიდ ნაწილს კვლავ ბაქტერიული პნევმონია იწვევს. მას შემდეგ, რაც პანდემია შესუსტდა, კვლევრებმა სცადეს დაეთვალათ ყველა გარდაცვლილი. პრობლემა ის იყო, რომ ბევრი ჩანაწერი არასრული და არეული იყო. იყო ადგილები, სადაც ექიმი არ ყავდათ. და იყო შემთხვევები, როცა გარდაცვალების ჩანაწერში მხოლოდ პნევმონია ეწერა, მიუხედავად იმისა, რომ პირველადი მიზეზი გრიპი იყო. ასევე ბევრი სიკვდილი ღარიბ და შორეულ თემებში საერთოდ არ დაფიქსირებულა. ამის გამო შეფასებები განსხვავებული გამოვიდა. ადრეულმა კვლევებმა დაასახელეს რიცხვი 20 მილიონზე მეტი. მოგვიანებით სხვა მკვლევრებმა ეს მაჩვენებელი 50 მილიონიდან 100 მილიონამდე გაზარდეს. ამჟამად CDC ჩვეულებრივ იყენებს შეფასებას, რომ გარდაცვლთა რაოდენობა არანაკლებ 50 მილიონია. სოფლიოში დაახლოებით 500 მილიონი ადამიანი, ანუ იმ დროის მოსახლეობის თითქმის მესამედი დაინფიცირდა. ეს არ ნიშნავს, რომ გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ნამდვილად 50 მილიონია. რეალური რიცხვი შეიძლება ნაკლები ან მეტი იყოს. ამის ზუსტად ცოდნა შეუძლებელია, რადგან იმ დროს ბევრ ქვეყანას სრული გარდაცვალების ჩანაწერები არ ჰქონდა. მაგრამ თუნდაც ყველაზე ფრთხილი შეფასებებიც კი აჩვენებს, რომ მან უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე ჯარისკაცები, რომლებიც პირველ მსოფლიო ომში დაიღუპნენ. და არა მხოლოდ ისინი, ვინც უშუალოდ დაინფიცირდა და დაზარალდნენ. იყვნენ ორსულები, რომლებსაც მძიმე გრიპი ჰქონდათ. ზოგი გარდაიცვალა, ზოგს მუცელი მოეშალა ან ნაადრევად იმშობიარა. ბევრმა ახალშობილმა სიცოცხლის პირველ დღემდეც ვერ მიაღწია. ამიტომ ესპანური გრიპის ნამდვილი ზიანი მხოლოდ გარდაცვლილთა რაოდენობით არ იზომება. აქ შედის ობლად დარჩენილი ბავშვები, ზრუნველის გარეშე დარჩენილი ოჯახები და ჩვილები, რომლებიც ვეღარ იბადებოდნენ უსაფრთხოდ. მოკლე დროში უმცირესმა ვირუსმა აჩვენა, რომ მას შეუძლია არა მხოლოდ ადამიანის ფილტვების, არამედ მთელი ოჯახის და საზოგადოების მომავლის განადგურება. ესპანური გრიპის მსხვერპლი მხოლოდ ავადმყოფი ადამიანები არ ყოფილან. მას დიდი გავლენა ჰქონდა ორსულებზე და ჯერ დაუბადებელ ახალშობილებზეც. ერთ-ერთ კვლევაში, რომელიც ჩატარდა შეერთებულ შტატებში, დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში, კვლევარებმა შენიშნეს, რომ 1919 წლის გაზაფხულზე დაბადებულთა რაოდენობა დაახლოებით 15%-ით შემცირდა. ეს შემცირება მოხდა ყველაზე მძიმე ტალღიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ბევრი ქალი, რომელიც ორსულად იყო პანდემიის პიკში, შესაძლოა მოეშალა, განსაკუთრებით ორსულობის ადრეულ ეტაპზე. ერთ ძველ ანგარიშში, რომელიც ეხებოდა 1000-ზე მეტ ორსულ ქალს, რომლებსაც გრიპი ჰქონდათ, ნათქვამია, რომ მათგან მე-4-ზე მეტს მოეშალა. მაგრამ იმ დროს სამედიცინო ჩანაწერები სრულყოფილი არ იყო. ამიტომ ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. დიდი ვარნის შემდეგ, 1919 წლის ბოლოსა და 1920 წლის დასაწყისში, დაბადებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. ამან აჩვენა, რომ პანდემიამ ადამიანების შვილის ყოლის უნარი მუდმივად არ დააზიანა. საზოგადოებები ნელ-ნელა ფეხზე დგებოდნენ. ბიზნესები და სკოლები კვლავ გაიხსნა. გადარჩენილები სამუშაოზე დაბრუნდნენ. ოჯახებმა სცადეს ომისა და პანდემიის შემდეგ თავიანთი ცხოვრება თავიდან აეწყოთ. მაგრამ მომხდარმა ერთი დიდი კითხვა დატოვა. შესაძლებელია თუ არა ასეთი მასშტაბური პანდემიის განმეორება? დიახ.
გრიპის ვირუსი მუდმივად იცვლება. ის შეიძლება გადავიდეს ცხოველიდან ადამიანზე 50 წელიწადში ერთხელ. და გაჩნდეს ახალი ტიპი, რომლის მიმართაც უმეტესობას მცირე ან საერთოდ არ ექნება იმუნიტეტი. დღეს მსოფლიო უფრო მზად არის ვიდრე 1918 წელს. არსებობს ვაქცინები, ანტივირუსული მედიკამენტები, ანტიბიოტიკები ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის წინააღმდეგ, თანამედროვე საავადმყოფოები, სწრაფი ლაბორატორიული ტესტირება და გლობალური სისტემები ახალი ვირუსების დასაგვირებლად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დიდი პანდემია შეუძლებელია. შეიძლება ჯერ არ იყოს შესაბამისი ვაქცინა, როდესაც ახალი ვირუსი პირველად გამოჩნდება. საჭიროა ჯერ მისი შესწავლა და შესაბამისი ვაქცინის შექმნა. შესაძლოა ასევე არ იყოს საკმარისი წამლები, საავადმყოფო საწოლები, ექიმები და მედდები, თუ ერთდროულად ძალიან ბევრი ადამიანი დაავადდება. კიდევ ერთი დიდი პრობლემაც არსებობს. შესაძლებელია ადამიანის სხვებსაც დაინფიციროს მანამდე, სანამ თავად იგრძნობს საავადმყოფობას. ამიტომ სანამ ვაქცინა და წამალი მზადდება, მნიშვნელოვანია მარტივი მეთოდების გამოყენება ვირუსის გავრცელების შესამცირებლად. ეს მოიცავს ხალხმრავლობის თავიდან აცილებას, სათანადო ვენტილაციას, საჭიროების შემთხვევაში სწორად მიღბის ტარებას და სახლში დარჩენას. როდესაც ადამიანი ავადა, საჭიროა ინფიცირებულთა სწრაფი იზოლაცია. ვაქცინის ხელმისაწვდომობისას მნიშვნელოვანია სწრაფი და მასობრივი ვაქცინაცია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ესპანური გრიპისგან. არ არის საკმარისი დაველოდოთ, სანამ საავადმყოფოები გადაივსება და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება, სანამ მოქმედებას დავიწყებთ. მთავრობამ უნდა თქვას სიმართლე დაუყოვნებლივ, მოусმინოს ჯანდაცვის ექსპერტებს, დაიცვა სამედიცინო მუშაკები და დაეხმაროს ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც სახლში დარჩენა სჭირდებათ. 1918 წელს თითქმის მსოფლიოს მესამედი დაინფიცირდა და არანაკლებ 50 მილიონი ადამიანი, სავარაუდოდ, გარდაიცვალა. მათ არ ჰქონდათ გრიპის ვაქცინა, ანტივირუსული მედიკამენტები ან თანამედროვე ანტიბიოტიკები, რაც დღეს გვაქვს. მაგრამ ყველაზე დიდი დაცვა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიებიდან არ მოდის. ის ასევე მოდის სწრაფი მოქმედებიდან, სწორი ინფორმაციისგან და ადამიანების ერთიანობიდან. რადგან ვირუსი ძალიან პატარაა, რომ თვალით დავინახოთ. მაგრამ თუ მას დააკნინებენ, დამალავენ ან დაგვიანებით შეეჩერებენ, მას შეუძლია მთელი მსოფლიოს ცხოვრება შეცვალოს.